კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ ახლა გვექნება სატელეფონო ჩართვა მწერალთა სახლიდან, ვინაიდან ავტორს, სიგნის ავტორს, რომელიც სიგნის წარდგინება დღეს მოხდება მწერალთა სახლის, სულ მალე დაიწყება ესე იგი ეს ცერემონია და მე გავბედე და მას გავესაუბრები. ახლა ნუკა საღამოშვიდობის, ნუკა გაგვიყვეთ სიგნის ავტორი. გავბედე და გაგესაუბრები. და ესე იგი მაინტერესებს გაბედულობა შეიძლება თუ არა, რა დავაბნიოთ მსმენელი. მოკლედ დღეს 7 საათზე სიგნის სახში რომ მწერალთა სახში უკაცრავად გაიმართება წარდგინება ციგნისა თუ გაბედავ წამოთი. ეხლა გითხარი რა არის ამაში გასაბედი, ეს ცხადია იუმორით. გითხარი მე რამდენი ციგნია თქვენი და რას ეხება ეს ციგნი? ვიცი რომ მოგზაურობაზეა, ზაფხულში კიდე მოგზაურობაზე საუბრობთ რაჯობს, მით უმეტეს ციგნს და მით უმეტეს მოგზაურობაში ამ ტექსტს თუ გადაფუძსავ და ასე გაბედულად იმოგზაურობ ციგნთან ერთად. აბა რას გვაბედინებ გითხარი? ესე იგი, ეს ციგნი არის მოგზაურობაზე. ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ოღონდ არა მხოლოდ. ყველა მოგზაურობა ხო იწყება რაღაცა შენს საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობით. შესაბამისად, პატარა გოგონა გაბრიელა, რომელიც ცხოვრობს მექსიკაში, პირველად ცხოვრებაში გადის მარტო, έτσι ვთქვათ, უფროსების გარეშე სასეირნოდ. და აქედან იწყება მთელი თავგადასავალი, რომელიც ესე იგი მექსიკის უმამაზეს ტანკოში იწყება და გრძელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბრაზილია, პერუ, ამერიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ყველაფერს არ ჩამოვთვლი, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქს და ქვეყანას. და რა არის ხო ყველაზე მთავარი ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ უნდა ვიმოგზაუროთ და საკუთარი თავი უნდა აღმოვაჩინოთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად მივდივართ ამ მოგზაურობაში, ხო? და ამ მოგზაურობაში გაბრიელა მიდის მის უძვირფასად, ბავშვობის მეგობრებთან ერთად. და იქ სწორედ აღმოაჩენენ ისეთ რამებს, რადგან ამ ბავშვებს ალბათ არასდროს არ უფიქრიათ და რო არა ეს მოგზაურობა და მათი ეს გაბედულობა, რომელიც გამოიჩინეს, რომ ასულიყვნენ, ვერცერადროს აღმოაჩენდნენ. შესაბამისად, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ ეს ციგნი არის არა მარტო ეს რაღაცა სამყაროს გარშემო მოგზაურობაზე, არამედ ვიმეორებ, რომ საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში მოგზაურობის შესახებ დაწერილი ციგნი. ნუკა, ეს არის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, აი უფრო რა ასაკისთვის, თუმცა ნებისმიერ ასაკში რო წავიკითხოთ, ალბათ ცუდი არ იქნება. თან ახლა ზაფხულია, ზოგი იმოგზაურობს ქვეყნის გარეთ, ზოგი იმოგზაურობს ქვეყანაში, ზოგი იმოგზაურობს აგარად, ზოგი სოფელში, განსაკუთრებით ბავშვები, მოსწავლეები, საზაფხულო ჩვენიერი დროის გასაყვანი და დროის გასატარებელი საშუალებაა ვფიქრობ. თან ნახე ჯერ ციგნი ახლოდან არ მინახავს, ნახე პოსტერი ამ წარდგინების და ესეთი თამბეში მიმზიდველი გარეკანი აქვს. ძალიან კარგი ჭრაით ახლა არ ვთვლი რომ საბავშვო ლიტერატურა იწერება ხოლმე მხოლოდ ბავშვებისთვის. მე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე საბავშვო ლიტერატურას და ვურჩევ, რა ვიცი, მშობლებსაც ვურჩევ, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა, ესე ვთქვათ, აღწერილი. მე მშობლებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. აი მაგალითად, როდესაც გაბრიელა ამბობს, რომ როგორ უნდა ვიწავლო დამოუკიდებლობა, როდესაც სახლიდანო მარტო მხოლოდ ახლა მოვახერხეო გამოსვლაო, ან მაგალითად ის, რომ აი უფროსების სულ რაღაცა პრობლემებს ეძებენ, ხო? მაშინ, როდესაც შეუძლიათ, რომ დადგმენ ცხოვრებით. ანუ არის რაღაცა ისეთი აქცენტები, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დასრულებისთვის. წეგან მკითხეთ, რომ რომელი ციგნი არის, ხო და რაღაცა კონტაქტოვეთ. ეს არის ჩემი, ანუ გადაჭრილი, რაც არის მეოთხე ციგნი, ისე არის რიგით მერვე ციგნი და ერთანაც ჩემი ციგნებით რიგში არის და გამოდის უკვე ყველა. როდის დაიწყეთ წერა? გულისხმობ, როცა აი უკვე საზოგადოებისთვის გამოეცი დაბეჭდეთ და რამგანა პირობა გადასულიყავით ამ სფეროში. პარალელურად თქვათ, რომ სხვა სფეროში საქმიანობთ ამ ეტაპზე საქართველოს საელჩოში, იტალიაში. თავად მოგზაურობთ, ვიცი რომ მოგზაურობაც გიყვართ, თან ახლა სამსახურებრივად იტალიაში ცხოვრება გიწევთ, მაგრამ აი ეს მიმართულება როდის აღმოჩნდა? პირველი ციგნი როდის იხილა საზოგადოებამ? პირველი ციგნი საზოგადოებამ იხილა 2022 წელს, ანუ კოვიდის დროს, და ბევრი დრო რომ დამეწერა ციგნები და შესაბამისად, ანუ გამოვიყენა ესე ვთქვათ ეს დრო
და აი სწორედ მაშინ დავიწყე ესე წერაც და გამოცემად. მანამდე მთელი ცხოვრება ბავშვობიდან წერდი, თუმცა ნუ ასე არასდროს არ ვბეჭდავდი ან ფილმებში ვინახავდი ან ბლოკნოტებში ან ესე რაღაც უფრო ჩემთვის მქონდა შეიძლება ითქვას და უფრო ფართო საზოგადოებისთვის აი 21 წლიდან დავიწყე ესე წერაც და ბეჭდვაც და შემდეგ 22-ში უკვე გამოვიდა კიდევაც პირველი წიგნი. კი ბატონო. ნუკა, ახლა ასეთი რამე გითხოთ. ეს წიგნი პირველად არის წარდგენება საქართველოში, ხო არ ყოფილა იგივე იტალიაში, ნუ ცხოეთში ან თუ იგეგმება რომ ითარგმნოს და რომელ ქვეყანაში ახლა ცხოვრობ და მუშაობ სხვაგანაც მათაც რომ გაბედონ მოგზაურობა ამ წიგნთან ერთად. ეს წიგნი ანუ პირველად გამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, მინდა რომ თარგმნო ესპანურად და ინგლისურად, იმიტომ რომ ანუ მინდა შემდეგ უკვე რომ მექსიკაშიც გაიყიდოს, პორტუგალიურად მინდა თარგმნო და ბრაზილიაში მიშევიდე ცხადია, როგორც ჩემ ბევრი წიგნი ხა იყიდება უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ხო იტალიას, ანუ შესაბამისად ჯერ იტალიაში არ გამოსულა, თუმცა იტალიაში მალე გამოვა იმედია სტელა, რომელიც არის ჩემი ახალი წიგნი, რაც ნიშნავს ვარსკვლავს იტალიურ ენაზე, უკვე ილუსტრაციები მზადდება სწავლასთვის და ხო, რაღაცა მგონია, რომ არა მხოლოდ ქართველი, არამედ იტალიელი მკითხველის გულსაც დაიპყრობს ჩვენი სტელა, რომელიც არის თან ვარსკვლავი, თან გოგონა, დაბადებულია რომში და დაბადებულია ორჯერ. ხო, მე სტელას საკითხის საშუალება მქონდა, ვიტყვი ფინალურად ვიდრე ეს გამოვიდოდა ძალიან უიხიბლე და თან მე და შენ რომის სიყვარულმა მე მომსაუბრება რომ სტელა იმაზე ადრე წამიკითხა ვიდრე მოსხობი წაიკითხავენ და კიდევ ერთხელ სხვანაირი რომი დავინახე და სხვანაირი რომი შემიყვარდა. დღეს დასწრება თავისუფალია თუ არა, მწერალთა სახლშია 7 საათი წარდგენება წიგნის. კი, რა თქმა უნდა, თავისუფალია ყოველთვის დასწრება. და შემდგომ წიგნი გაიყიდება მაღაზიებში, როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს წიგნი, როგორ გავუბედოთ ჩვენ მასთან ერთად. როგორ გავუბედოთ და მივაგზავნოთ. ესე იგი წიგნი შევა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ბიბლუსის ქსელში აუცილებლად და ნუ სხვა ქსელებში, რომელშიც ხებათ, რა თქმა უნდა, დავწეროთ. დეტალური ინფორმაცია. აღარ მოგასცემთ, იმიტომ რომ გვემზადები და ცოტა ხანში უკვე ალბათ მოვა მკითხველი და საზოგადოების ნაწილი. ვისურვებ წარმატებას, დიდი მადლობა რომ დაგვიფრთხილეთ და ამ წიგნს უსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებას და წარმატება იქნება რომ ბევრმა წაიკითხოს და ხშირად გაგვეგოს ახალი წიგნების წარდგენება როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფაქტებს გარეთ. მადლობა დიდი ნუკა. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. და წარმატებები გაიხარეთ. დიდი მადლობა. ნუკა გაგვეგო გვესაუბრებოდა ავტორი წიგნისა თუ გაბედავ წამოდი, რომლის წარდგენებაც როგორც უკვე გითხარი, დღეს მწერალთა სახლში 7 საათზე 19 საათზე დაიწყება. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ საღამოს გისურვებთ.